მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები მზარდია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია თავშესაფრების გამართული ფუნქციონირება. რა ხდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ სიუჟეტს. მეგონა რომ ჩემი პროფესია და ცოდნა დამიცავდა, მაგრამ ოჯახში ძალადობას არ აქვს საზღვრები. მაია 36 წლის, ერთი შვილის დედა, სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ერთ-ერთი ბენეფიციარი. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა მზარდია. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც თავშესაფრების უწყვეტი ფუნქციონირება, ისე საზოგადოების ინფორმირება მათი არსებობისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. ჩვენ ამ თემით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც რამოდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გამოჩნდა პოსტი, სადაც ანონიმურ მონაწილეს აინტერესებდა არსებობდა თუ არა რეგიონში თავშესაფარი იმ შემთხვევაში თუ ქმარი მასზე იძალადებდა. დღეს პოსტი უკვე მიუწვდომელია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით სამცხე-ჯავახეთში ძალადობის მსხვერპ ქალთა სახელმწიფო თავშესაფარი არ ფუნქციონირებს. თუმცა 2002 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ბაზაზე შექმნილი თავშესაფარი და კრიზის ცენტრი. დირექტორის მარინა მოდებაძის თქმით, მათი თავშესაფრით ყოველთვიურად დაახლოებით 10-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. არის კატეგორია მსხვერპლების, ქალბატონების, ახალგაზრდების და ასე შემდეგ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო სექტორს თვლიან, რომ მათ დაეხმარებათ, რატომღაც უფრო მეტი ნდობა აქვთ, რატომღაც უფრო მეტი კონფიდენციალობა აქვთ არასამთავრობო სექტორის მიმართ. და ამიტომ ამ ადამიანებს აუცილებლად ჭირდებათ პრემშიდგომა და აუცილებლად ჭირდებათ იმედის შენარჩუნება. ისე რომ მე ვფიქრობ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ ამ კუთხით. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ძალადობის მსხვერპ ქალთა 6 სახელმწიფო თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლითაც 138 ქალი სარგებლობს. თავშესაფრები 3 მუნიციპალიტეტშია: სიღნაღი, ქუთაისი, გორი. მათი კონკრეტული მისამართები გასაიდუმლოებულია. თავშესაფარში გადაყვანის მსურველმა ქალებმა უნდა მიმართონ კრიზისულ ცენტრებს ან დარეკონ ცხელხაზზე 116-006. ამავე წყაროს ცნობით კრიზისული ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, მარნეულში, თელავში და ზუგდიდში. ჩამონათვალში არ ფიგურირებს სამცხე-ჯავახეთი, როგორ უნდა მიიღონ საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობა ჩვენი რეგიონის ქალებმა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩვენ მათგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი თავშესაფრების სიმცირეზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლ ქალს დარჩენა საშუალოდ მხოლოდ 1 თვის განმავლობაში შეუძლია, რაც შემდგომ ეტაპზე არაერთ პრობლემას ქმნის. გაბოძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი ფუნქციური განვითარებაც. მისი შეფასებით, ასეთ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სხვადასხვა სივრცე და პროგრამა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს პროფესიული უნარების განვითარებაში, გადამზადებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარება. ესენი არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთისაფრევ თავშესაფარში ყოფნის ვადა არის მცირე ხნით და ეს არ არის მორგებული მსხვერპლის უფლებებზე, მსხვერპლის გაძლიერებაზე. კრიზისული ცენტრი მით უფრო მცირე ვადით არის. იძლევა შესაძლებლობას, რომ ძალადობა გამოვლილი ქალი იყოს, ქალების გაძლიერება, მათ შორის ეკონომიკური გაძლიერება, გრძელვადიან პერსპექტივებში, ხო ვთქვათ, მათი უსაფრთხოების რისკების შეფასება. დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს ამ კუთხით, ზოგიერთ რეგიონში საერთოდ არ არის თავშესაფარი. ასევე თავშესაფარში როგორ მოხვდნენ ადამიანები, სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ამასთან დაკავშირებითაც არ აქვთ ინფორმაცია ქალებს და არიან აი ამ რაღაც მოჯადოებულ წრეში, როდესაც ძალადობა ხდება მათი ყოველდღიურობა და მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავი დააღწიონ აი ამ ძალადობრივ გარემოს.
შსს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2025 წელს პირველ 6 თვეში საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის 800-მდე შემთხვევა გამოვლინდა. 2024 სრულ წელს ეს მაჩვენებელი 1600-ზე მეტი იყო, ხოლო 2023 წელს 1450-ზე მეტი. სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით 12 ქალი მოკლეს, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 შემთხვევა აღწერეს. 21 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ფაქტზე დააკავეს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 9 პირს წარედგინა, მათგან ნაწილი პენტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ნაწილს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარეობს. ევროკავშირის სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო შეღავათების დაწესებას გეგმავს. რათა რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვების გავლენა შეამსუბუქოს. ამის შესახებ Financial Times წერს. მედიის ცნობით ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა შეზღუდვების სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის პროდასალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით აამოქმედა. საუბარია დაახლოებით 20 კატეგორიის პროდუქტზე, რომელთა წლიური ექსპორტის ღირებულება 420 მილიონ ევროს აღწევს. რუსეთმა სომხური პროდუქციის ნაწილის იმპორტი არჩევნების წინ შეზღუდა. თავდაპირველად აკრძალვა ყვავილებს შეეხო, მოგვიანებით კი მინერალურ წყალს, ღვინოს, კონიაკს, ხილს, ბოსტნეულს და თევზს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.